მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებელი და რადიოსმენობა, კვლავ შიგნით გაატეხული სტუდიიდან, ძველი თბილისის სტუდიიდან თუ რაღაც ევროპული ქალაქის ხედია, მოგესალმებით გაზრდა სუბიექტური აზრი, მე და ნათია მიკიაშვილი ვართ სტუდიაში. საუბრობისა. ეს ბარიაიტი არ არის, ეს არის ჩვენი ნათელად ვიფასი ქალბატონი ნათია მიკიაშვილი, უბრალოდ ხმა ჩაახლიჩა და ესეთი კარგი ბარიტელი. კეთის სიმღერასავით არის, იმდეს მაინც მომახერხებ რომ მაყურებელს გავარდა. და ვერ გაიგე რა. კეთის სიმღერასავით არის თქო, ეს მაინც მომახერხებ რომ მაყურებელს გავაგებინო და ვიდრე შეკითხებით გადავიდოდით ტელეკომპანია მაესტროს ყოფილ დირექტორთან და ამჟამად ისე მაესტროს თანაგუნდელ კახაბ გაგავრთან, მაგრამ არაფერ შემიძლია არ შევეხმიანო ელისო კილაძეს, რომელიც რაღაცა ტიპის გაცხადებებს აკეთებს და მე არ მოვყვი ამ გაცხადებების შინაარს, უბრალოდ საინტერესოა ის, რომ ამ შემთხვევაში ელისო კილაძე, რომელიც ცდილობს ეროსი კიცმარიშვილის პოზიციის დაკავებას, ეროსი კიცმარიშვილი პასუხობს კილაძეს გაცხადებას და ამბობს, რომ ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება და ასე მგონია, რომ ვიდრე ინფორმაციას გავაჟღერებდეთ და გავავრცელებდეთ მინიმუმ ორ წყაროსთან. ელისო კილაძე მატახარი არ არის, ხო, თუმცა აქვს მაგის რაღაც ელემენტები და ამიტომ თქვათ ვინ არის. ეს არის ქალბატონი, რომელსაც ყოველთვის აქვს სკანდალური ინფორმაცია ყველაფერზე და ყველაზე. და ზუსტად იცის რა ხდებოდა ადრე, დღეს რა ხდებოდა მომავალში რა მოხდება. მავალი მას ვანოს აგენტსაც უწოდეს პირდაპირებით. შეიცი რომ ზუსტად იცის? არა, ზუსტად ჭყალებში. შენ ეს აკეთებ, მე ვერ ვაკეთებ. ძალიან კარგია რომ ჩვენ შევიკრიბეთ სამნი მაესტროსთან ძალიან ახლოს მდგომო კაცო, მე გუშინ თქვი რომ რედეონდიგი რაღაცები ეროსიმ გააკეთა თქო და დღეს აი ჩვენ ეთერამდე ვილაპარაკეთ, ისტორია გავიხსენეთ, მაესტროს ახალი მაესტროს საინფორმაციო მაესტროს შექმნის ისტორია, რომელიც შექმნელიც ერთ-ერთი შენ იყავ, ხო? ვისი იდეა იყო რომ აი მართვის კომპანია ჩამოგეყალიბებინათ და აი ის მართვის კომპანია რომ სამდენი ლაპარაკია, ვისი შექმნილია, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და როდის? როგორ წელს დაიწყოს? კარგი, ცუთავიდან დავიწყოთ მას, ხო? ესე იგი, 2009 წლის ნოემბერში დაიწყო ეს ყველაფერი. მაშინ როდესაც ანუ ამ ისტორიას აღარ მოყვები, იმიტომ რომ მაყურებელმა იცის, ბატონი ეროსისგან იცის ეს ხომ და ყველას ახსოვს მაშინ რა სიტუაცია იყო მაესტროში და ჩემი იდეა იყო რომ ბატონი ეროსისთან ერთად რომ ჩვენ შეგვეწყო ხელი მაესტროსთვის, დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის, რომ ის ძლიერ დამოუკიდებელ მიუგერძებელ საინფორმაციო არხად ჩამოყალიბებულიყო. მოტივი იყო ძალიან მარტივი. ჩვენ ყველანი ვხედავდით ამ 8 წლის განმავლობაში, რომ ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დამოუკიდებელი მედია საქართველოში ძალიან დასუსტდა და ეს განსაკუთრებით ეხებოდა ელექტრონულ მედიას, ტელეკომპანიებს, ხო, ყველას გვახსოვს ისტორია, აღარ მოყვები მე. რუსთავი 2, რომელიც ასე ვთქვათ, ფლაგმანი იყო და ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა, იბერია და შემდგომ ბოლოს იყო, ხო, 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია იმედი და პრაქტიკულად ამით დამოუკიდებელი ტელევიზია, ძლიერი ფედერალური არხი აღარ არსებობდა საქართველოში. იყო ასე ვთქვათ, შეზღუდული გავრცელებით მაესტრო და ასევე შეზღუდული გავრცელებით ტელეკომპანია კავკასია. ფაქტი იყო, რომ ხელისუფლებას ეს რისთვის აწყობდა ბევრი ანალიზი ამას და აღარ დავყვები, ხო, ამის ასე ვთქვათ, ამ სიტუაციის ანალიზს. სიტუაცია საჭიროებდა, რომ გაძლიერებულიყო თავისუფალი სიტყვა, გაძლიერებულიყო დამოუკიდებელი ობიექტური ტელევიზია და ადამიანები, რომელსაც ვთქვათ, ეს ხელეწიფებოდათ ან გამოცდილება ჰქონდათ ამ სფეროში, ჩვენ ვთვლიდით და მე ვთვლიდი პირადად, რომ ყველა ესეთი ადამიანის, არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ესეთი ადამიანის ვალი იყო, რომ თუ რაიმე შესაძლებლობა ჰქონდა, მიემართა მისი ძალისხმევა ენერგია გამოცდილება იმისთვის, რომ გაეძლიერებინა ამ კუთხით საქართველოში თავისუფალი მედია, კერძოდ ტელეკომპანია. შენეროსი მოილაპარაკეთ და მიმართეთ უკვე ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, ალბათ სადღაც თითო ორთვიანი კონსულტაციები გქონდა და იყო ცნობილი კიცმარიშვილის პოლიტიკური სურვილები პოლიტიკაში. არა, რა თქმა უნდა, მაშინ არ იყო არც ჰორიზონტიც კი არ ჩანდა და არც იდეაშიც კი არ იყო მისი მხრიდან პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, თუმცა ახლა თუ შევხედავთ ისტორიას და მე ვეთანხმები გამოთქმულიც იყო თქვენი რესპონდენტების მიერ ამ წინადღეებში, საერთოდ ზოგადად ეროსი, ასე ვთქვათ,
პოლიტიკური ასე ვთქვათ მოქმედებებისკენ სულ ქონდა მას მცდელობა რუსთავი ერის ხელმძღვანელის რომ იყო ხო და საბოლოო ჯამში რუსთავი 2 დამოუკიდებელი ტელეკომპანია ვარდების რევოლუციის დროს ჩვენ გვახსოვს რომ გამარჯვებული ხალხის ტელევიზია გახდა და ფაქტობრივად ჩაერთო პროცესში და მან ჩართო პროცესში ხო ამიტომ თუ ამ კუთხეს ამ მხარეს დავანებებთ თავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ასე ვთქვათ აჯენდა ან გეგმა ისეთი რამ არ არსებობდა ჰორიზონტიც კი არ ჩანდა და ჩვენ მაშინ ვლაპარაკობდით მხოლოდ თავისუფალი მედიის ან კერძოდ რომელიმე ტელეკომპანიის გაძლიერებაზე და ამას დაემთხვა ზუსტად მაშინ რომ ტელეკომპანია მაესტრო ეთერითაც ამბობდა რომ ხალხსაც მიმართავდა პრობლემები აქვს ხალხსაც მიმართავდა თხოვნით რომ დახმარებოდნენ რომ ერთ-ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია გადარჩენილი იყო და ეს გახდა უკვე ასე ვთქვათ საფუძველი იმისა რომ დაიწყო მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს მაშინ ხელმძღვანელებასთან ბატონ მამუკა ღლონთთან ბატონ ეროსი მე მაშინ ამ ეტაპზე ჩვენ ერთად ასე ვთქვათ ამ იდეას ვიხილავდით და გეგმავდით მაგრამ მე კონკრეტულად ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვიყავ ეს კონტრაქტი ჩვენ რომ ახლა ვკითხულობ და მთელი საქართველოს ვკითხულობ მაშინ დაიდო ხო კი ეხლა ეს შეკითხვა მაქვს რა მე მახსოვს ჩვენ გქონდა მაშინაც საუბრები და შენი ძახტი ყოველთვის რომ ეს არის კომერციული პროექტი რომელიც დღეს თუ არა ხვალ ანზე ან მერე გაამართლებს თუმცა შემდგომ არ იყო ნათელი რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ეს პროექტი მაინც იქცეოდა გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მქონე ადამიანების პოზიციონირებისთვის საჭირო ეს არის კონკრეტული ბიზნესი რეკლამა არ მოვიდოდა არ იცოდი რაც რა უნდა კარგი დაიკეთებინა არხის შენახვის რეკლამა არ მოვიდოდა ეს არ იცოდი მე რა თქმა უნდა ვიცოდი შალვა რომ სერიოზული პრობლემები იქნებოდა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სარეკლამო რესურსის მოზიდვის და სარეკლამო რესურსებით ტელეკომპანიის შენახვის მაგრამ მე არ დაგეთანხმები იმაში რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა და მე გეტყვით ახლა ჩემ არგუმენტებს რატომ მე მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ დღეს ავტორიტარული რეჟიმია და დღეს ყველა ასე ვთქვათ კომერციულ სტრუქტურას აკონტროლებს პრაქტიკულად და ეკძალება ტელეკომპანია მაესტროში რეკლამის მოტანა მე მიუხედავად ამისა მჯეროდა იმის რომ მე შევძლებდი იმ ფორმატის არხის საინფორმაციო არხის გაკეთებას რომელიც გარკვეულ ეტაპზე შეძლებდა თავის შენახვას რატომ იმიტომ რომ ჯერ ერთი ამას ფული არ ჭირდება ხო ამას არ ჭირდებოდა ბევრი ფული დაახლოებით აქ ლაპარაკია ბიუჯეტზე თუ ჩვენ ასე ვთქვათ ვილაპარაკებთ კონკრეტული ციფრებით ეს არ აცდებოდა უკვე სრულყოფილ ფორმატში დაახლოებით $1 მილიონ თუმცა ეს წელიწადში კი და ამ რესურსის მოზიდვა აუცილებლად შესაძლებელი გახდებოდა სარეკლამო სახსრებით ოღონდ ამას გარკვეული პერიოდი ჭირდებოდა და მე ამას სტარტაპისთვის ხო? კი, მე ამას გეგმავდი რომ თვითდაფინანსებული გახდებოდა მაესტრო 2012 წლის იანვრიდან, ანუ შემდეგი წლიდან მე უკვე თვითდაფინანსებაზე გასვლას გეგმავდი. რა ეხლა ერთ თვეში ხო? ხო, და საიდან იქნებოდა ეს შესაძლებელი? რეიტინგი, რომელიც ნებისმიერ ასე ვთქვათ ტელევიზიის გარანტია სარეკლამო რესურსების მოძიების, ასე ვთქვათ ჩვენ თუ ეხლა არ მინდა მაყურებლისთვის დამაბნეველი იყოს და დეტალებში შევიდე, მაგრამ საერთოდ არის ესეთი მექანიზმი და ამ ბიზნესში, ამ მედია ბიზნესში და სატელევიზიო ბიზნესში ესე იყიდება. ხო, მუშაობს ესეთი მექანიზმი. რა პროცენტიც გაქვს, ანუ რა წილიც გაქვს რეიტინგის ბაზარზე, იმ წილს ანუ იმ პროცენტს იღებს თელი სარეკლამო რესურსიდან. TRP იქნება კი. მე ვთვლი მაშინ რომ იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ვთქვათ, ჩვენ მაესტრო უნდა გავუკეთებინა 5%-იანი, 5-დან 7%-იანი ბაზრის წილი, რეიტინგის წილი, მოგვიყვება საინფორმაციო სივრცეში და ეს გარწმუნებთ ძალიან დიდი პროცენტია, როდესაც რაღაც ივენთი ხდება ან სერიოზული შეგაწყვეტინდა, ეხლა გვაქვს ეს, იმიტომ რომ არხი მესამე ადგილზეა თბილისში, რუსთავიოსა და იმედის შემდეგ. კი, ზუსტად ამიტომ ვთქვი შალვა რომ მათი გამოკითხვა. მოდი მათ გამოკითხვებს დავაყოთ, ჩვენ სხვა გამოკითხვები არ აგვაქვს. ხო, ზუსტად ამიტომ ვთქვი შალვა რომ მე ვიცი ეს და 2012 წლიდან თვითდაფინანსებაზე გეგმავდი გასვლას. ხო, მაგრამ შეგაწყვეტინებ. ეს გასაგებია GRP გაყიდი, საექონომიკო აგენტოები თუნდაც შეიძენენ, მაგრამ თუ აკრძალდა
როგორ გაძლიერებოდი ამ ალგორითმებს? გეტყვი მაგასაც. მთელ სარეკლამო ბაზარზე არის რეკლამის დამკვეთები, ხო? როდესაც გავაანალიზე მე ამ დამკვეთების რაობა, ხო, რაობა, ვინაობა, ვინ არიან და რა არიან. აღმოჩნდა ერთ საინტერესო რამ, რომ აქედან 60-65% არის საერთაშორისო ბრენდები, რომელიც ალგორითმის ხო? ხო, რეკლამირებენ საქართველოს ბაზარზე. აქედან ნაწილზე, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას შეუძლია ზემოქმედება დისტრიბუტორებზე პირდაპირ, ხო? პირდაპირ დისტრიბუტორებზე, მაგრამ ნაწილი არის, რომელიც არა დისტრიბუტორებით ხარჯავს სარეკლამო რესურსებს, არამედ სხვა სარეკლამო სააგენტოში ყოფი ოფისი. დიახ, ან თურქეთში, ან შუა აზიაში, ან სადმე. აქედან გამომდინარე, არსებობს ესეთი კოეფიციენტიც ამ სფეროში, ანუ თუ შენ წერან ვახსენე, რომ რა წელიც გაქვს რეიტინგის, იმ წილს იღებ სარეკლამო ბაზრიდან, მაგრამ ამის გამოცდილებაც არსებობს სხვა ქვეყნებში, როდესაც პოლიტიკური ზეწოლა რეკლამის მიცემებზე, ანუ ავტორიტარულ რეჟიმების პირობებშიც კი ახერხებენ ნახევრის მიღებას მინიმუმ. ანუ იმ წილის რაც გერგება შენ, თუ პოლიტიკური პრესია, ანუ არასაბაზრო პრინციპით არის მოწყობილი სარეკლამო ბაზარი, ნახევარს მაინც იღებ. ანუ ხერხდება ამის ამ რაოდენობის სარეკლამო რესურსის მიღება. მე ზუსტად ამაზე ვთვლიდი, ანუ ის საერთაშორისო ბრენდები, რომელიც მონაწილეობენ და რეკლამის მიცემები არიან აქ, მინიმუმ ამ პროცენტის რეიტინგის შესაბამისი ნახევარი მაინც უნდა მოიტანონ. ეს აბსოლუტურად საკმარისი იყო, იმიტომ რომ იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მოვახსენე რომ მილიონი წელიწადში, ხო, თუ დავუთვლით თუნდაც იმ 7%-იანი რეიტინგით მაესტროსი, 1.5 მილიონი 2 მილიონამდე სარეკლამო რესურსი. ბაზარი დიდი იყო. ბაზარი დიდი და შემცირდა, მაგრამ არც არის ძალიან შემცირებული, დაახლოებით 40 მილიონი დოლარია. ხო, 40 მილიონი დოლარია სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი დღეს საქართველოში. ამიტომ დაახლოებით 1.5 მილიონიდან 2 მილიონამდე ვარის მოზიდვის საშუალება იქნებოდა იდეალური შემთხვევა, რადგან პოლიტიკურ ფულზე არ იქნებოდა განმეორება. გეგმა ესეთიც იყო და როდესაც ჩვენ ევროსისტემს საუბრობდით ამაზე, ესეც იყო, რომ ჩვენ სტარტაპისთვის უნდა მოგვეზრდა ანუ ერთწლიანი შენახვის ფული, რომლის შემდეგაც უკვე თვითდაფინანსებად უნდა გავხდარიყო მაესტრო, იმიტომ რომ ყველა მიცოდა და მეც კარგად მესმოდა ეს, რომ ეს ასე ვთქვათ მოზიდული სახსრებით ნაჩუქარი იქნებოდა თუ ვთქვათ მით უმეტეს მას შემდეგ რაც ის პოლიტიკური პარტიის წევრი გახდა და უკვე პოლიტიკური ოფერი მიეცა იმ დაფინანსებას ხო ამ გულს ეს ადრე თუ გვიან ჩიხში შეიყვანდა იმიტომ რომ ინტერესთა კონფლიქტი არ შეიძლება დამოუკიდებელი ტელევიზიას აფინანსებდა ანუ წყარო იყოს პოლიტიკური ოფერის ეს ინტერესთა კონფლიქტები სადღაც ამუშავდება ადრე თუ გვიან ეს მაშინაც როცა ხო მაშინაც ნათელი იყო და რო გადავდექი ეს მე მაშინაც აი ეს თქვენი ბრიფინგი მინდა გავახსენო მაშინ თქვენ ახსენით ეს თუ რატომ მინდიოდით მაესტროდან მაშინ ახსენეთ ისიც რომ ეს იყო ულტიმატუმი ამ შემთხვევაში მართველი კომპანიისგან დღეს მომგაგონებმა გთხოვოთ ტელევიზიაში ძინავდება მიიღეთ ტელევიზიაში რაღაც სტატუსით დაბრუნება ამ შემთხვევაში რას უპასუხებთ მომგაგონს ჩვენ პასუხი ძალიან მარტივია რომ მე არ ვიცი ამის პასუხი მე მგონი ახლა კი არა როდესაც მაესტროს გენერალური დირექტორობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გავაკეთე წინა წლის ბოლოს ან 2010-ის დეკემბერში და იანვარში დავტოვე 2011-ის მე მაშინ თქვი რომ მე ვტოვებ ანუ გადავდექი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მაგრამ მე არ ვტოვებ ამ გუნდს მე არ ვტოვებ მე ვრჩები მაესტროს გულშემატკივრად ტელეკომპანიის იმიტომ რომ ეს ტელეკომპანია განახლებული მაესტრო ახალი სარედაქციო პოლიტიკით ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა თქვენთან ერთად ამიტომ მე ვრჩებოდი ამარხის გულშემატკივრად მე აქ ვტოვებდი მეგობრებს მამუკაღლონტი ამარხის დამფუძნებლები მე მათთან ძველი ურთიერთობა მაკავშირეს მოყოლებული პირველი არხიდან, მაგრამ მთელი ამ პერიოდის ერთ წლის განმავლობაში როცა ერთად მუშაობდით, ჩვენ ძალიან დავმეგობრდით და მეგობრული ურთიერთობა გამყარდა ჩვენ შორის, ამიტომ მე მაშინაც მოვალე ვიყავი და დღესაც მოვალე ვარ, რომ არა მარტო ტელეკომპანია მაესტრო, თვითონ მაესტროდან გამომდინარე, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა განახლებული მაესტროს გულისხმობ, არამედ ჩვენი მეგობრებიდანაც გამომდინარე, მე ყოველთვის მოვალე ვიყავი, რომ მათ მისმე გაჭირვების მომენტში გვერდჩიბდომოდა, ან თუნდაც გაჭირვება არ ყოფილიყო, თუ რაიმე ჩემი დახმარება დაჭირდებოდათ, მე მაშინე გამოთქვი მგზავრობა ამისი და დღესაც მზათა ვარ ამის. კონკრეტულ შემოთავაზებაზეა საუბარი. ანუ გასაკუთრებით. ძალიან კონკრეტულია შემოთავაზება, მამუკამ დატოვა გენერალური პროდიუსერის თანამდებობა.
ლაპარაკია ხელმძღვანელის პოსტზე. ხელმძღვანელის პოსტზე ლაპარაკი. კი ბატონო, ჯერჯერობით საკითხი მე მამუკასთან არ მქონია, ასე ვთქვათ, ამ წინადადებზე დეტალურად განხილვის საშუალება, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რა ფორმით იქნება ეგ. ანუ ამ შემთხვევაში ჩემი ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მაესტრო დღეს ყველამ ვიცით ხა აღარ ახსნი ხო იმ სიტუაციას რა მდგომარეობაშია და ჩემი კი არა, ჩემი აზრით საზოგადოების ყველა წევრის მოვალეობაა რომ თუ რაიმე დახმარება შეუძლია ან თუ რაიმე სასიკეთოს გაკეთება ან სარგებლის მოტანა შეუძლია, ვალდებულებაა ყველა ამ ადამიანის და მათ შორის განსაკუთრებით ჩემი რომ დაეხმაროს. ეს რა ფორმით მოხდება, როგორ მოხდება, ეს დეტალები ალბათ როცა გახდება ცნობილი, ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ჩვენ ხო პროფესიონალი ტელევიზიები ვართ და მაგასთანაც საინტერესოდ მეჩვენება ამ ტელევიზიის თემის გაგრძელება, ისტორიას თავი დავანებოთ, ვილაპარაკოთ მომავალზე. ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ ნებისმიერი მართალი აღნებათ სახელმწიფო ორგანოსგან განსხვავებული სიტყვა მარგინალიზდება ხელისუფლების მიერ. ძალიან ხშირად ბოიკოტებს მიმართავენ კრიტიკულ სიტუაციებში, მაესტროშიც ესეა, ჩვენ განაცემაში არ მოდიან არასდროს. არასდროს კომენტარს არ აკეთებ. რა თქმა უნდა, მე იქ აკრედიტაციის გარეშე რომ მივდივარ მიკროფონით იქ თუჩი ფულს მაჩეჩებენ, ეს ცნობილი მეთოდია მათი. არა, ისნის პოლიციის უფროსიც აყვარ რეალტივის და ნუ ეს რამგავო. არა, მართალია. ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, ცალსახაა, რომ ეს ხერხი აქვთ, რომ აი შენ მარგინალიზაციას ეწევიან. არ გიშვებენ ფულთან, არ გიშვებენ კარგი კარწინკის გასაკეთებლად და რაღაც ჩიხურ მდგომარეობაში ხარ. განვითარდება მაესტრო, განვითარდება, არის დიდი ინტერესი ფულის ჩადების მაესტროში, მაგრამ როგორ ფიქრობ, პირველი ხომ არ გაათმაგდება ეს სურვილები, რომ მარგინალიზდეს კიდევ უფრო და მეორე, ჩადებულ ფულს მაინც ხომ არ ექნება არა კონკრეტული რომელიმე პარტიის, მაგრამ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური აჯენდის გამო გადახდილი ფულის ელფერი. სააკაშვილის მოშორების ან არჩევნების მოგების ვინმეს მიერ აი ამის ელფერი ხო არ ექნება. იმიტომ განსხვავებული სიტუაცია ახლა ვიდრე 1 წლის წინ იყო. კი, სწორი კითხვაა, თუმცა და უფრო აქტუალურია ეს დღეს ვიდრე თქვათ დასაწყისში იყო, მაგრამ მე მართალ გითხრათ ძალიან ასე ვთქვათ განსხვავებას მაინც ვხედავ, როცა ჩვენ ვიწყებდით და იმასთან შედარებით რაც არის გასაგებია მესმის დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით. რა თქმა უნდა, იგივეა სიტუაცია და თუ დაფინანსება რომელიც დახმარების სახით შემოდიოდა აქამდე და შემოვა აწიც მომავალშიც მაესტროში, ეს უნდა იყოს აუცილებლად დროებითი, ეს უნდა იყოს კონკრეტული გეგმის და კონკრეტული პროექტის, რომლის შემდეგაც და რომელი ვადის გასვლის შემდეგაც მაესტრო უნდა გახდეს დამოუკიდებელი ფინანსურად. ფინანსური დამოუკიდებლობის გარდა ასე ვთქვათ, მიუკერძებელ სარედაქციო პოლიტიკას ხო გარეშე მიუკერძებელ სარედაქციო პოლიტიკას მომავალი არ აქვს. ყოველთვის მოხდება. ფაქტია რომ არჩევნებამდე ვერ მოესწრება კახა. ის როგორ არის, თუ მექანიზმი, რომლითაც დაფინანსდება მაესტრო და ეს მექანიზმი იქნება გამჭვირვალე, მიუხედავად იმისა, ის მოესწრება არჩევნებამდე თუ არჩევნების მერე მოხდება ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება, მთავარი მსვლელობა, ანუ გზა იყოს სწორი და გზა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. როგორც დაფინანსების გეგმის, ასევე რა პერიოდის შემდეგ აღარ დაჭირდება გარეშე დაფინანსება და მხოლოდ თვითდაფინანსებული გახდება მაესტრო და ის გახდება ბიზნესი. აი ეს პროცესიც თუ იქნება გამჭვირვალე, მიუხედავად იმისა, მოესწრება თუ არა არჩევნებამდე რეკლამით შენახვა მაესტროში, ეს უკვე იქნება სწორი გზა და ამას საზოგადოებაც და ყველაც ამას სწორებით მიიღებს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ დღეს თქვენ ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება დისკრედიტაცია. პოლიტიკური ტელევიზია, ოპოზიციის ტელევიზია. კი, მაგრამ ტერმინს არა ობიექტური ტელევიზია, არამედ ოპოზიციური ტელევიზია. მესმის აბსოლუტურად, მაგრამ მე ამიტომ ვთქვი, რომ მექანიზმები აბსოლუტურად უნდა იყოს გამჭვირვალე. ანუ თუ მექანიზმები იქნება გამჭვირვალე, აი თქვენ დღესაც ხომ დაფინანსება მოდიოდა, მაგრამ თქვენ ფაქტობრივად ინარჩუნებდით მიუკერძებელ სარედაქციო პოლიტიკას. თუმცა ჩარევის ცდილობები მე ბევრი აზრი მოვისმინე, რომ არ ყოფილა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა ჩარევის ცდილობები იყო
თქვენს უშუალო ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ცდელობა კი არ იყო, არამედ არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ცდელობა იყო. ეს იყო ეროსი გიწმარიშვილიდან, ანუ ქართული პარტიისგან ამ შემთხვევაში, როდესაც ჩემი კონფლიქტი იყო მათთან, იმიტომ რომ დირექტორზე ფინანსური ბერკეტებით ან ნებისმიერი სხვა ბერკეტებით ზემოქმედება, ეს უკვე ნიშნავს არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, იმიტომ რომ მე სხვა შორის ამ აზრებსაც ვისმენ, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა თურმე არის მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებისგანაც ვისმენ, ცნობილი ჟურნალისტებისგან, ცნობილი მედია ექსპერტებისგან, მაგრამ ეს არ არის სწორი და მე მიკვირს ამ ადამიანებისგან, რომ რატო არა აქვთ ამის ცოდნა და მარტივია ისინი NGO სექტორის ჟურნალისტები მესმის, მაგრამ როდესაც არიციან რა არის კომერციული ტელევიზია. ხო და ნუ რაღაც ხო მათ გასაგონათაც მინდა ვთქვა, რომ არ არის ესე და არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ნიშნავს კონკრეტული ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევას, კონკრეტულ ჩარევას. სარედაქციო პოლიტიკა ტელევიზიის შემთხვევაში ნიშნავს არხის სარედაქციო პოლიტიკას და ამიტომ ჟურნალისტს არ შეიძლება ტელევიზიის შიგნით კონდეს თავის სარედაქციო პოლიტიკა. ჟურნალისტს თავისი სარედაქციო პოლიტიკა კონდეს შეუძლია თავის საკუთარ ბლოგზე, რომელსაც თვითონ წარმართავს და თავის სარედაქციო პოლიტიკა აქვს, მაგრამ როდესაც ერთი ბრენდის ქვეშ, მაესტროს ბრენდის ქვეშ რამდენიმე გადაცემის ფორმატია, რამდენიმე ჟურნალისტი მუშაობს, ახალი ამბებია, სხვადასხვა ток-შოუებია, ეს ერთიან სარედაქციო პოლიტიკაში უნდა იჯდეს, რომელსაც ქმნის არხის მენეჯმენტი, არხის გენერალური დირექტორი და თამაშის წესები განისაზღვრება ამ შემთხვევაში გადაცემები რას აკეთებენ და როგორ ისი უფლება აქვს და რას ნიშნავს იქ ჟურნალისტურ საქმიანობაში არ ჩარევა და ჩარევა და ფორმატი რას ნიშნავს და ასე შემდეგ, თორე არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩარევა ნიშნავს გარე ფაქტორების არ ზემოქმედებას და გარეოდან არ ჩარევას ტელევიზიის საქმიანობაში და როდესაც არხის გენერალურ დირექტორზე მიდის ზემოქმედება და ვთქვათ და ეს ეროზის კარგად ესმის და ამიტომაც იყო იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩემი გადადგომა მოითხოვა და ამ შემთხვევაში, როდესაც დღევანდელი დირექტორის გადაყენება მოითხოვა, ხო, ის ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში ზუსტად ამით გენერალურ დირექტორზე ზემოქმედებით, იმიტომ რომ მან კარგად იცის, რომ ეს არის სარედაქციო პოლიტიკა. თუ გინდა რომ სარედაქციო პოლიტიკა მოიგო, შენ მენეჯმენტი უნდა შესრულო, იმიტომ რომ მენეჯმენტი ახორციელებს არხის მენეჯმენტი ქმნის აურას ტელევიზიაში და კონკრეტული მითითებებითაც შეუძლია პროდიუსერებზე, კონკრეტულ პასუხისმგებლობას, საშუალებების მენეჯერებზე რაღაც გავლენის მოქმედება, იმიტომ რომ მართლაც ახლა ჯერ ჩვენ NGO მეგობარს ვარდისფერი სათვალე უკეთია და ჰგონია რომ არის ესეთ ტელევიზიები, სადაც დამფინანსებელი მართველი არ განსაზღვრავს თამაშის წესებს, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის შუქურად, მართლაც შუქურად წოდებულ ქვეყნებში, სადაც ტელევიზია არის ბიზნესი, მოდოქს აქვს თავისი წესები, CNBC-ს თავისი და ასე შემდეგ. შევ ეს ძალიან კარგად ესმის შენ და ნათიასაც უბრალოდ ამის გაგება ალბათ არ უნდათ და თორემ წესით ამის გაგება არის ძალიან მარტივი. როდესაც გვაქვს ბიზნესზე საუბარი, როდესაც გვაქვს სარედაქციო პოლიტიკა, საბოლოო ჯამში არხის სარედაქციო პოლიტიკა, მთელი თავის კონტენტით და შემადგენელი ფორმატებით ხო ქმნის არხის რეიტინგს. როგორ შეიძლება არხის მენეჯერი, გენერალური დირექტორი ამას ჩარევაც არ ქმნიდეს ამ პოლიტიკას, იმიტომ რომ ესაა რეიტინგის მომტანი და ესაა ფულის მომტანი და ეხლა თითოეულმა ჟურნალისტმა აქ არ შეიძლება რომ რაც უნდა მან ისაკეთოს, იმიტომ რომ მაშინ მოდი დავსვათ ესე კითხვა, თუ გვაქვს ჩვენ თუ არხს მაესტროს აქვს რაღაც რეიტინგი და კონკრეტულად თქვა ეხლა შენზე არ არის, მაგრამ კონკრეტულად ავიღო, თუ შავა რამიშვილმა დაუშვა თავის ჟურნალისტურ საქმიანობაში შეცდომა ანუ გავიდა იმ ჩარჩოდან, ხო? და ამ შეცდომამ დააზიანა არხის რეიტინგი, სიტყვაზე ვამბობ, დავარდა და რეიტინგის დავარდნას ავტომატურად მოსდევს ფულის დაკარგვა, ხო? სარეკლამო შემოსავლის დაკარგვა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი აზარალი. არ შეიძლება რომ ეს ერთმანეთთან კავშირში არ იყოს და არ შეიძლება რომ ეს არხის გენერალური დირექტორის გარეშე ხდება. თუმცა ეს მოსინსია საქართველოში ცოტა რთულად არის, იმიტომ რომ რეიტინგებს ადეკვატურად არ მოყვება სარეკლამო და რეიტინგის დაკვლავებაც ამაზე საუბარი. კი, მაგრამ აქედან ჩანს, რომ თუ მედიას, ამ შემთხვევაში ტელევიზიას არ განვიხილოთ ბიზნესად, ის არც არასოდეს გახდება თავისუფალი დამოუკიდებელი, იმიტომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ტელევიზიამ საკუთარი შემოსავლებით შეინახოს თავი და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. მოდით ვილაპარაკოთ ჩვენს ყოფილ კოლეგებზე, მე სხვანაირად მოვიხსენებთ მათ სამთავრობო არხის არხზე მომუშავე სამთავრობო ტელევიზიებზე, ნაციონალურ სამთავრობო არხებზე, კი ბატონო. კონკურენცია ძალიან არასამართლიანია, იმიტომ რომ უდიდესი რესურსი არის იქით, დაფარვის ზონა კაცლებით გამოზომად უფრო დიდი
და არის მაესტრო, ხო? შენი აზრით გარე დამუყურებდი უკვე ეს ბოლო რამოდენიმე თვეა მაესტროს, როცა შენ არ იყავი მართვაში და აუყურებდი სხვა ტელევიზიაში კი ხარ, ხო? მაესტრომ შეძლო, ანუ გახდა რეალური საფრთხე სააკაშვილისთვის, აი ეს ხშირად მომისმენია, რომ კარგი რას უნდა ეჩოდეს, ზოგიერთი ამბობს, რომ შეხედე რეიტინგებს, შეხედე დაფარვის ზონას და პირიქით აწყობს კიდეც მაესტროს არსებობა, თვითონ რა ოპოზიციური არქივა. შენ პროფესიონალის თვალით მინდა გითხო, არის უკვე ქმნის, ასე ვთქვათ, თემას მაესტრო ქმნიდა? კი ბატონო, ძალიან კაი შეკითხვა და მოდით მაინც ცოტა პროფესიონალურ სიღრმეში შევიდეთ, ხო? ამიტომ რომ ჩვენ გვინდა მოდი ესე ვთქვათ, დავიწყოთ იმით, რომ შექმნა უკვე მაესტრომ საფრთხე ამ თვალსაზრისით და როგორ შექმნა და ეს ასევე იგეგმებოდა კიდევაც, რომ ასე ვთქვათ, საინფორმაციო ფორმატის არს, ამ შემთხვევაში მაესტროზეა საუბარი, ხო? ზუსტადაც ამინდი შეექმნა ისეთი, რომ ის ყოფილიყო საინფორმაციო სივრცეში, საინფორმაციო სატელევიზიო სივრცეში ლიდერი, გამხდარიყო ლიდერი. ამისთვის აუცილებელი არ არის, რომ მაესტრო იყოს ყველაზე რეიტინგული არხი. მაგალითად, თქვენ მერდოკი მოიყვანე, ხო? Fox News-ი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ არის საკაბელო საინფორმაციო არხი. CNN-ი, რომელიც ყველამ ვიცით, არის საკაბელო საინფორმაციო არხი. თუ შევადარებთ ჩვენ სიტუაციას, ხო, ამერიკის ხო, ეს არ არის ფედერალური არხები, მაგრამ CBS-ი. ხო, ეს არის CBS-ი, ეს არ არის ABC, ეს არ არის NBC, რომელიც არის ფედერალური არხები, სადაც საერთო მაუწყებლობა აქვს და მარტო ინფორმაცია კი არ არის, მათ სამაუწყებლობადაში არის სხვა გასართობი პროგრამებიც არის, ხო? კომბინირებული. კი ბატონო, რეიტინგი თავისთავად Fox News-ის და CNN-ის რომ მოვიღოთ, ძალიან დაბალია ამ არხებთან, ამ ფედერალურ არხებთან შედარებით. მაგალითად CNN-ის რეიტინგი 5%-ს არ აღემატება ჩვეულებრივ სიტუაციაში. USA-ის CNN-ის, ხო? დომესტიკი, ანუ ლოკალური CNN-ის, ხო? აქედან გამომდინარე, არც არის აუცილებელი და ვერც შეძლებს კონკრეტულად ნიშური არხი, ანუ საინფორმაციო არხი, რომ რეიტინგით, საერთო არხის რეიტინგით აჯობოს ფედერალურ არხს და საერთო მაუწყებლობას, საერთო მაუწყებლობის ფორმატის არხს. რატომ? ჩვენ ყველანი სატელევიზიო სივრცეს, ანუ სატელევიზიის პროფესიონალები ვართ, ხო, და გვესმის კარგად, რომ ტელევიზორი ეს ხუთი, ხო, მაყურებლის ხო, არა მარტო ინფორმაციის მისაღებად არ არის. პირველ რიგში არის გართობის მისაღებად. ყველა ქვეყანაში თქვენ კვლევა ჩაატაროთ, განსართობ ჩვენთანაც მათ შორის, ხო? 100%-დან გამოკითხულთა 100%-დან 60 გეტყვით, რომ ტელევიზორს უყურებს გართობისთვის, 30 გეტყვით, რომ უყურებს ინფორმაციის მიღებისთვის და დაახლოებით 10% გეტყვით, რომ უყურებს შემეცნებისთვის. აქედან გამომდინარე, 30%, რომელიც ინფორმირებისთვის თავისთავად უკვე შეზღუდულია, ანუ ნიშურია ეს. შესაბამისად, რაც არ უნდა რეიტინგული გადაცემები აკეთოს საინფორმაციო არხმა, ვერ ახტება ის საკუთარ თავზე ვერ გადაახდებს. მაგრამ მუშაობ 30%. კი, მაგრამ არის ერთი მაგრამ და ეს მაგრამ არის ესეთი, რომ თუ შენ თუ საკაბელო ხარ. კი, მithumetes თუ საკაბელო ხარ და სიტუაცია იძაბება, ან ხოსი ხდება მთავარი თემა, აი. მაშინ უკვე ხდება აქტუალიზაცია ამ საინფორმაციო არხის. ხო. და მithumetes როცა ცენზურა ყველგან სხვაგან. მაშინ გიყურებს 100%. მაშინ გიყურებს 100%. აი CNN-ის მაგალითები არის ჩვენ ძალიან ბუდში ძალიან ნახევარ სიტყვაზე უნდა გაგაწყვეტ, იმიტომ რომ რეკლამა არის ჩვენ ეთერში. ბატონო. და რეკლამაც გვაკეთებს. კი, ის რომით ჩატის რეკლამა გადაწყვეტს ჩვენ.